პროტესტის ჩახშობას მოახერხებდა, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ? ყველა კუთხე ხუნჯურში შევიდა ამ პროტესტის ხმას. ყველას გავაგონებთ, რომ საქართველოს რუსულ რეჟიმს არ შეეგუება. საქართველოს პუტინისტური არ გახდება. Putin ხუილო! Putin ხუილო! Putin ხუილო! Putin ხუილო! დიდება საქართველოს! დიდება გმირეს! დიდება უკრაინას! დიდება გმირეს! დიდება საქართველოს! დიდება გმირეს! დიდება უკრაინას! დიდება გმირეს! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! Democratic Russian military policy continues themselves. კი და ისედაც ხალხში გაესწორე ხალხში რომ გამარჯობა დღეს მიემართებიან სროლობით მათი мотивация რომ ვინც ახლა რიგით რომელიც 104-მდე არის გაზრდილი, ასევე ითხოვენ ხელახალ არჩევნებს ჩატარებას, ვინგან ისინი საპარლამენტო არჩევნები არის გაყალბებული და მმართველი პარტია ახლა არალეგიტიმურად იკავებს მმართველ პოზიციებს. პოლიციის თანამშრომლები მიუყვებიან ასევე მსვლელობას პარლამენტიდან, როგორც გითხარით, გალკენის ქუჩის მიმდებარედ მიმართულებით წამოვიდნენ მოქალაქეები მსვლელობით. Polo რამდენიმე დღე არის პოლიცია არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს გზის სალონეწელზე გადასვლის. სწორედ ამიტომ ალტერნატიული მეთოდებს იყენებენ რუსთავის შეკრებილი დემონსტრანტები. ისინი თავდაპირველად კანცელარიის შენობასთან აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. ახლა სროლობით თავისუფლების მოედნის და რუსთაველის გამზირის მიმდებარედ სხვადასხვა ქუჩებში ავრცელებენ თავიანთ სათქმელს და შეძლეს რომ რაღაცა ახალი მეთოდებით და რაღაც განსხვავებული მეთოდებით გაეგრძელებინათ თავიანთი პროტესტი. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდებოდა ახალი რეპრესიული კანონების პირობებში პროტესტი. მოგეხსენებათ 16 ოქტომბრიდან ქართული ოცნების ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ცვლილებებს მოეწერა ხელი და ძალაში 18 ოქტომბერს შევიდა, რაც გულისხმობს იმას, რომ არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში აქცია მანიფესტაციის დროს, გზის გადაკეტვისას ან ასევე მანიფესტაციის დროს სახის დაფარვის შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ადამიანს, ხოლო ამ სამართალ დარღვევის განმეორების შემთხვევაში უკვე დგება უშუალოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც დაახლოებით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ კანონის პირობებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით ან სხვა ადმინისტრაციული
სასჯელი მიიღეს, მათ შორის სიტყვიერი გაფრთხილება და 15 დღემდე პატიმრობა სხვადასხვა შემთხვევაში სასამართლომ სხვადასხვა ოდენობით გამოიყენა ეს პატიმრობას გულისხმობ. მიუხედავად ამ რეპრესიული კანონების ამოქმედებისა, 16 ოქტომბრის შემდეგაც გაიკეტებოდა რუსთაველის გამზირი, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო 3 დღე არის ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია არის რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებთან ერთად, გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელებთან არიან ჯგუფურად. ცოცხალი კორდონი აქვს გაკეთებული, რათა აქციის მონაწილეება და დემონსტრანტები არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე. დღეს დღევანდელ აქციაზე ამ პოლიციის კორდონის პირისპირ იდგნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დედები და ისინი აკეთებდნენ მორიგ განცხადებას, კვლავ იმეორებდნენ თავიანთი პროტესტის მიზეზებს. მათ შორის მარიზი კობახიძე იხსენებდა, რომ 1999 წელს ქალბატონო მარიზი, ნეტგაზეთიდან ვართ ლაივში. თქვენ ამბობდით სიტყვას პოლიციის კორდონის პირისპირ რომ ვიდექით, რომ აქამდე რუსის ჯარისკაცები თელავდნენ ამ ქართველი ადამიანების სხეულებსო და ეხა ისე მოხდა, რომ პოლიციას უწევს ამ ქართველების და აქ შეკრებილი ადამიანების გადათელვაო და აი რას ფიქრობთ, აი ამ რაოდენობით პოლიცია, როდესაც დაყვება თუნდაც აქციაზე დემონსტრანტებს ან რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები? არ ვიცი, აი ხანდახან ვერ ვიტყვი ხოლმე, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ პოლიციელებს ისეთ რამეს იბრძანებენ, რომ იძულებულები ხდებიან, იმიტომ რომ ხედავ, რომ თავჩაღუნულები არიან. თავჩაღუნულები რაღაცნაირად, მაგრამ გადაგვიკეტეს გზა. რა მოხდა? ხო, გზა გადაგვიკეტეს დავლა პოლიციელებმა, მაგრამ მაინც ხალხი ჯობიან, ეხლა მოუტრიალდა ხალხი და უკან დაბრუნდნენ ისინიც მოსდევენ რა. მოკმეტესია რა. ახლა საით გაიქცევა ეს ხალხი არ იციან ამათმა და ამიტომ უკან გამოეკიდენ. მოკლედ არ ვიცი რა იქნება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმართოთ რა. მადლობა. ყველა დამარცხება. სინდის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედას უსმენდით ახლა, როგორც მისგან მოვისმინეთ და როგორც ხედავთ, თავისუფლების მოედანზე გასასვლელი გზა პოლიციამ ჩაკეტა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამიტომ მსვლელობა ისევ შემოტრიალდა მეორე მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ გარშემო ამ მსვლელობისა დიდი რაოდენობით პოლიცია შეკრებილი ორივე მხარეს გვერდებზე უკან, მათ შორის წინ მსვლელობის დასაწყისში, რომ ვთქვათ, იქაც არიან პოლიციის წარმომადგენლები. შავა დადიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. პრინციპში
შეუძლებელი მანქანები არიან გაჩერებულები ცენტრალურ გზაზე და მათ შორის გადაადგილდებიან აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებით. საერთოდ კვლავ გალაქტიკის ქიშის მიმართულებით მიდიან ახლა დემონსტრანტები. პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი მიყვება მსვლელობას გვერდით.
მარა 21 ადამიანი გააჩნდა. ამით 121 ადამიანი გააჩნდა. აი ძალის. საკათოლიკო გაადებოდა 121 ადამიანი. მაგას შეკერები ჩამე. აი ხარ და ისა. იმ დღეს რაღაცა იცოდა. ტროტუარის გამოყენება სავარაუდოდ ისე პარლამენტის მიმდებარე გუნდებიან. აქციის მონაწილეები, როგორც ხედავთ, პოლიცია გზის გადმოსასვლელთან და ზოგადად თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები, საკმაოდ დიდი რაოდენობის პოლიცია და ესე ჯაჭვად გაუყვება პრინციპში მსვლელობას. ვერ გადავიღებ აქედან.
Radikalias. მსვლელობა უკვე თავისუფლების მოედნიდან ბრუნდება უკან პარლამენტისკენ, როგორც დასწრში ვიხარეთ. დღეშეკრებილი მოქალაქეები პარლამენტიდან ერთობლივი მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედნის და იქვე მიმდებარე ქუჩებისკენ, სადაც უნდოდათ, რომ კაფე-ბარებში, რესტორნებში შეკრებილი მოქალაქეებისთვის გაიგონებინათ პროტესტის ხმა და თავიანთი მოთხოვნება. ამ რეჟიმს მართლა ეგონა, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში თან ერთი კანონი მიიღეს, თან მეორე უამრავი ადამიანი დაიჭირეს. ყოველდღე ამ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებენ, მაგრამ ეს პროტესტი ვერ გააჩერეს. არსებობს უამრავი ფორმა და ასე ვარდენინად რამდენიც დაგჭირდება. და ყველა კუთხე კულტურში შევიდა ამ პროტესტს. ამიტომ ყველა დაბინეთი, რომ რაიმე აღკვეთეს. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და განახლებული ენერგიით გავაგრძელებ ბრძოლას. აქ ძალიან ბევრი ადამიანია, კიდევ ვინც მოძრაობს და ეს მინდა კიდევ ერთხელ ყველას გავაგრძელოთ რა. პუტინ ხუილა! პუტინ ხუილა! პუტინ ხუილა! პუტინ ხუილა! საქართველოს პუტინისნაირ რეჟიმის არასოდეს იქნება. სანამ ეს ხალხი არ დგას და ეს გულის კერს, ჩვენ ამ რუსულ რეჟიმს არ შევეკვეთ. ბოლომდე! 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 თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! უწყოდი პროტესტების ძალდრობა, დღეს არის 356 დღე, რაც უწყვეტდა რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და არა მარტო, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან მოქალაქეები. აპროტესტებენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას შეეჩეროს ევროინტეგრაცია 2028 წლამდე. აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას იმ ადამიანების, რომლებიც სწორედ ამ აქციების, პროევროპული აქციების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით დააკავეს. ასევე ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ არის დამნაშავე ძალის გადამეტებაში, სხვადასხვა აქციის მონაწილისა თუ ჟურნალისტის მიმართ ძალადობაში და ასე შემდეგ. ახლა მსვლელობის მონაწილეები ბრუნდებიან პარლამენტთან, სადაც საერთოდ კიდევ რამდენიმე საათი გაჩერდებიან, გააჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს და იცებიან გააგონონ პროტესტის ხმა. ყველა იმ გამლოს ავტომანქანებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან
მიუხედავად იმ რეპრესიული კანონებისა, რომელიც მართლმადიდებლურმა პარტიამ მიიღო აქციების ზოგადად პროტესტის ჩახშობის მიზნით, ადამიანები მაინც აგრძელებენ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე შეკრებას და თავიანთი სათქმელის ხმამაღლა და მკაფიოდ გამეორებას. მე დროებით დაგემშვიდობებით, ნეტგაზეთის ლაივს უყურებდით. ნახვამდის, იმ შემთხვევაში თუ ვითარება შეიძლება ან დაიძაბება, აუცილებლად განვახლებთ პირდაპირ ეთერს. ნახვამდის.